აცივდა და ჩვეულებისამებრ გაციების სეზონიც დადგა. ცივი დღეების პარალელურად ექიმებთან პაციენტების რაოდენობამაც შესამჩნევად იმატა. ექიმები გვარიგებენ, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და ოთახი ხშირად გავანიავოთ. თუმცა თუ კი ამ წესების დაცვის შემდეგაც თავს დაუცველად გრძნობთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გირჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროთ. ვაქცინაცია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უფასოა. ნანუკა ქაჯაიაგი ამბობთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ზამთარში. Ყველა მოიმატა აქტიურად და სიცხეც მესამე დღე ტემპერატურა. მსგავსი ჩივილებით საავადმყოფოს უკვე რამდენიმე ათეულმა პაციენტმა მიმართა. კლინიკის მისაღებში ხალხმრავლობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გრიპის შემთხვევებმა იმატა. გუშინდელიდან დაიწყო ტემპერატურის მატებით 37.7 გქონდა. აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, იშვიათი ხვალა, ასევე ყელი აქვს წითელი. მედიკოსებს თითქმის ყველა პაციენტი ვირუსული ჩივილებით აკითხავს, თუმცა მომართვიანობა საგანგაშო არ არის. დღევანდელი მდგომარეობით განსაკუთრებული მატება იმ ბავშვების, რომელთაც აღინიშნება სხვადასხვა რესპირაციული სიმპტომები, ან ბრონქიტის დიაგნოზით, ან პნევმონიის დიაგნოზით, ან გაციების დიაგნოზით არ შეინიშნება, თუმცა ეს მატება ალბათ იქნება, ეს პროგნოზირებადია, სიტუაცია ყოველწეს ერთნაირია. რესპირაციული ვირუსისგან დასაცავად ექიმები ვაქცინაციის ჩატარებას გვირჩევენ. 10-მდე კი პაციენტებს რეკომენდაციით მიმართავენ. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, სახლის სველი წესით დასუფთავება, ხშირი განიავება, გრიპით დაავადებულთან კონტაქტის თავისარიდება, თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო და ეფექტურ საშუალებას მაინც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. ექიმების მსგავსად გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებენ პაციენტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. ამბობენ, რომ გრიპისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია კარგი საშუალებაა. ეს არის შესაძლებლობა თავი დავიცვათ გრიპის ვირუსისაგან, რაც სხვა ვირუსების საწინააღმდეგოდ უბრალოდ არ არსებობს. თუმცა გრიპი იწვევს ყველაზე მძიმედ მიმდინარე ამ დაავადებას, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს, დამძიმდეს ან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი. ვაქცინაცია წელს უფასოა განსაკუთრებული საფრთხის მქონე პაციენტებისთვის. მათ შორის არიან 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულები, დიალეზზე მყოფი პაციენტები, მოხუცები, ბავშვები, ბავშვთა სახლების აღმზრდელები და ორსულები.